კრემლი დაბნეულია ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს. სტატიას ამ თემაზე Times-ი აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვში ამ დრომდე ვერ გადაწყვიტეს უნდა უხაროდეთ თუ უნდა შფოთავდნენ ტრამპის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო. რუსეთისა და პუტინის მიმართ ტრამპის აშკარა სიმპათიის მიუხედავად მისი აკვიატება ნავთობის ფასების დაწევისადმი კრემლისთვის საზიანოა. დათმობებს კი თან ახლავს კრემლის მოკავშირეებზე მკაცრი ზეწოლა, წერს Times-ი. როგორ შეიძლება რამე განვიხილოთ კაია კალასთან, უნდა დაველოდოთ მის წასვლას, აცხადებს კრემლის პრესპიკერი პესკოვი. ანალოგიური რიტორიკა აქვს სლოვაკეთის პრემიერს პუტინის მოკავშირე ფიცოსაც, რომელიც ბოლო ხანებია კალასის შეცვლას ითხოვს. მსგავს პოზიციაზეა ქართული ოცნებაც. კობახიძე და პაპუაშვილი ევროკავშირის ხელმძღვანელობას ევროპელ ბიუროკრატებად მოიხსენიებენ და 2030 წლისთვის ევროკავშირში რადიკალური ცვლილებების იმედი აქვთ. ჩემს დასჯას რომ აპირებდნენ მიქაელ ბოტკოველი რეკავდა ყველასთან, ვინც ჩემთან მსახურობდა და იკვლევდა ხომ არ გავიწროებდათო, ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი თავის საკვირაო ქადაგებაში. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე ის საპატრიარქოს მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე მიუთითებს. საუბარია ინფორმაციაზე, რომ სტიქაროსნები ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. საქართველოს პენცენტრი პენ ინტერნეიშნალ და პენ ამერიკა გაეროს მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ნათქვამია, რომ ბოლო 4 წელში მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ძალადობა კი დაუსჯელია.